2025 წლის ბოლოსთვის ბიუჯეტის ვალმა დაახლოებით 100 მილიარდ ევროს მიაღწია. ანუ ხარჯების 10%-ს. კრემლი იძულებულია მზარდი ფინანსური ტვირთი საზოგადოებას დააკისროს. სავარაუდოდ რუსეთი შეძლებს დიდი სამხედრო ბიუჯეტის შენარჩუნებას 2028 წლამდე, სახელმწიფო ვალის ზრდით, გადასახადების აწევით, კერძო ფონდებით, სხვა ხარჯების შემცირებით. მაგრამ ეს დაასუსტებს ეკონომიკას და დააქვეითებს მოსახლეობის უმრავლესობის ცხოვრების დონეს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შიდა სახელმწიფო ვალი 185-დან 330 მილიარდ ევრომდე გაიზარდა. ვალის მომსახურების ხარჯი გაიზარდა 10-დან 53 მილიარდამდე. ბიუჯეტში მისი წილი კი საერთო ხარჯების 4-დან 9%-მდე. რაც დავიდით, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოცო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. იაპონიაში გადაცემა.